მოგესალმებით, თქვენ უყურებთ რეგიონის დღის მთავარ ამბებს. პაატა გულიაშვილის კომედიით თეატრს ადიგენის მერია. სპექტაკლის იქაური აქაურების გამართვისთვის 8260 ლარი გადაუხადა. ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. ადიგენის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით სპექტაკლი 18 ივნისს გაიმართა და მას ადიგენის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე სოსო რეხვიაშვილი დაესწრო. სამცხე-ჯავახეთში მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა. საქსტატის 2024 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით ჩვენს რეგიონში 2014 წელს 160.504 ადამიანი ცხოვრობდა. 2024 წელს კი ეს მაჩვენებელი 5.222-ით შემცირდა და 155.282 შეადგენს. საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2024 წლის საყოველთაო აღწერისას მიღებული მონაცემების ნაწილი გაასაჯაროვა. ამავე წყაროს ცნობით საქართველოში 4 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს, მათგან 84.1% ეროვნებით ქართველია, 6.8% აზერბაიჯანელი, 4.3% სომეხი. ახალციხეულობა 2026 წლისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 90.000 ლარის გამოყოფა იგეგმება. ასევე წელს პირველად იგეგმება ჩატარდეს ქრისტიანული მუსიკის ფესტივალი. მუნიციპალიტეტმა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ექსკლუზიური უფლებამოსილების ფარგლებში უკვე მიმართა. დოკუმენტებით ირკვევა, რომ ღონისძიება ZMG არტმა უნდა განახორციელოს. ასევე იგეგმება ქრისტიანული მუსიკის ფესტივალის გამართვაც. ღონისძიება 30 ივნისს შალვა ახალციხელის ხსენების დღეს გაიმართება. ახალციხეში წელს პირველად გაიმართება ქრისტიანული მუსიკის ფესტივალი. რას მოიცავს აღნიშნული ფესტივალი? ახალციხის მერიიდან ინფორმაციის მიღებას ველოდებით. შსს-ს თქმით, ერთი პირი დააკავეს განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვასა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით. ამავე წყაროს ცნობით, პოლიციამ ბრალდებულისგან ნარკოტიკული საშუალებები იყიდა და პროცესი ფარულად გადაიღო. უწყების ცნობით, დაკავებული ნარკოტიკების რეალიზაციას ეგრეთ წოდებული კურიერის დახმარებითაც ცდილობდა. დაინტერესებულ პირებს ის დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართვას ფულადი ანაზღაურების სანაცვლოდ სთავაზობდა. საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და დაკავებულს 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. ეს იყო ჩვენს ხელთ არსებული დღევანდელი ბოლო ინფორმაცია. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენ ვებ და Facebook გვერდს. გმადლობთ, რომ გვიყურებთ. ხვალამდე.